გამარჯობა, მე გიორგი დარჯანია ვარ და წარმოგიდგენთ Coca-Cola სპორტულ ამბებს TV პირველზე. გიყვებით შაბათიდან შაბათამდე მომხდარ ამბებს. ამ კვირის მთავარი ქართული სპორტული ამბავი ვილის სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის დიდი პრესკონფერენცია იყო. ეს არის ტრადიცია ყოველი სანაკრებო ფანჯრის წინ. ზუსტად 10 დღეში საქართველოს ნაკრები რუმინეთს ხვდება, კიდევ 3 დღეში კი ბაჰრეინს. ორივე ეს მატჩი ამხანაგურია და მათ მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს. ვინ არიან გამოძახებულები და რა თქვა პრესკონფერენციაზე ვილიმ? ამას დეტალურად მოგიყვებით კომენტარების თანხლებით. ცხადია ვილაპარაკებთ ევროთასების ფინალებზეც, რომელთაგან ერთის ევროპა ლიგის ფინალი ამ კვირაში გაიმართა. კონფერენს ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალები კი მომდევნო კვირაშია. ვილაპარაკებთ თემურ ქეცბაიას ფენომენზეც, რომელმაც დინამო გასავარდნის ზონიდან უმოკლეს დროში ლიდერთა ზონაში აიყვანა. მოკლედ დღევანდელ გადაცემას ვუთმობთ მთლიანად ფეხბურთს და ეს ყველაფერი პირდაპირ ახლა. 2 ივნისს ვეთამაშებით რუმინეთს, 5-ში კი ბაჰრეინს. რატომ ეს ნაკრებები და რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდისთვის? რა თქვა პრესკონფერენციაზე ვილის სანიოლმა? ამ ეტაპზე არ არის ადვილი მეტოქეების პოვნა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ. კმაყოფილება იმავე თამაშით, რომელიც ფედერაციამ დანიშნა. რუმინეთი ძალიან კარგი გუნდია, თამაში რთული იქნება. ბაჰრეინი სხვა ტიპის გუნდია და ახალ ფეხბურთელებს სწორედ ამ თამაში შეიძლება მიეჩეთ შანსი, რომ გამოცდილება მიიღონ. ფიქრობ საინტერესო იქნება სხვადასხვა ტიპის გუნდებთან თამაში. რუმინეთთან მატჩის შემდეგ ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცევით ბაჰრეინთან მატჩისთვის. რამკაშიას ბოლო თამაში იქნება 2 ივნისს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყოველდა ძლიერი მეტოქე და რა თქმა უნდა გვეთამაშა თბილისში, ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რთული სეზონის მერე და ხანგრძლივი სეზონის მერე მეორე თამაშის თბილისში ყოფილიყო, რომ ნაკლები გზავრობა მოუწიოთ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ორივე თამაში წარმატების მიღწევა, ამიტომ რომ მოგეხსენება სექტემბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევხვდეთ თავდაჯერებულად გამარჯვებები და რა თქმა უნდა ამიტომ მიზანი იყო რომ ორივე თამაში ზაფხულში ივნისში ყოფილიყო თბილისში. კითხვა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს ქართველ გულშემატკივარს. გვეყოლება თუ არა ამ სანაკრებო მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მოგეხსენებათ რუმინეთთან მატჩამდე 3 დღით ადრე დიდი ფინალი აქვს სათამაშო. ვილიმ თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ კვარა ბაჰრეინის წინააღმდეგ გუნდში ეყოლება. კვარას ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ მისთვის რუმინეთთან თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა ხვიჩას აუცილებლად სურდა ნაკრებთან ერთად ყოფნა და ფინალის შემდეგ გუნდს შეუერთდება. მეორე შეხვედრაში ალბათ ითამაშებს. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული. ნახოთ რა მოხდება ფინალში. თუ ზედმეტად დაღლილი არ იქნება, ითამაშებს. იმედია ტრავმას არ მიიღებს. საერთოდ სეზონის ბოლო რთული პერიოდია ფეხბურთელებისთვის. სხვადასხვა სიტუაციაში არიან. ხვიჩა რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს. ზურიკო ლიგა 1-ის პლეი-ოფშია. ხოლო ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძისთვის სეზონი კარგა ხანია დასრულდა. ერთი კვირა გვაქვს თამაშისთვის მოსამზადებლად. ნახავთ ფიზიკურად როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. ერთადერთი ახალწვეული ეროვნულ გუნდში 22 წლის ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდური ექსელსიორის ნახევარმცველი, რომელმაც შვენიერი შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და სავსებით დამსახურებულად მიიღო გამოძახება ქვეყნის მთავარ გუნდში. ირაკლი ეგოიანმა ძალიან სტაბილური სეზონი ჩაატარა ნიდერლანდებში. რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით, მაგრამ მარტში გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა ახალგაზრდულ ნაკრებში ეთამაშა. წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ჩვენი წევრი იქნებოდა. მას შეუძლია თამაშის შეცვლა, გარდატეხის შეტანა. ძალიან ინტენსიური შემტევი ნახევარმცველია და სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. გარკვეული ადაპტაცია იქნება გასავლელი. მიეცემა სათამაშო დრო და დარწმუნებული ვარ, სულ მალე გუნდში თავის წვლილს შეიტანს. თუკი საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა და თავდასხმის ხაზი მაქსიმალური სტაბილურობით გამოირჩევა, დაცვაში ასე არ არის. გურამ კაშია ნაკრებს ემშვიდობება. გიორგი გველესიანის კარგა ხანია აღარ არის გამოძახებულთა შორის და თაობათა ცვლის პროცესი ყველაზე მეტად ნაკრების ამ რგოლს ეთყობა. მოკლედ აქ ბევრი სამუშაოა და ვილიც სხვადასხვა ვარიანტებს არჩევს. შესაძლებელია ფართოციის შედგენა და ბევრი ფეხბურთელის გამოძახება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი შესაბამის დონეზე იყვნენ. ფიქრობ, მამაგეიშვილმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად ითამაშა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ამ პოზიციაზე მომავალშიც დაგვეხმარება. სექტემბერში ოთარ კაკაბაძეც დაგვიბრუნდება. დაცვის ცენტრში ახალი ფეხბურთელები გვყავს: გოგლიჩიძე, გადრანი, ბერიაშვილი. შეუძლებელია, რომ ყველა ამხანაგური თამაშისთვის რადიკალურად შევცვალოთ შემადგენლობა. ფეხბურთელები იმის მიხედვით გამოვიძახე, რომ ჩვენს სისტემას მოერგონ.
ბუნებრივია პრესკონფერენციაზე ვერც ჟურნალისტები და ვერც ვილი სანიოლი გვერდს ვერ აუვლიდით გურამ კაშიაზე საუბარს, რომელიც 2 ივნის ნაკრებს ემშვიდობება. All the positive things that I think about Kasho. ძალიან დიდი ხანი დამჭირდება გურამ კაშიაზე სასაუბროდ და ძალიან ვაფასებ როგორც ადამიანს, როგორც კაპიტანს. შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ის გამორჩეულია გუნდთან ურთიერთობაში, ძალიან დააკლდება ნაკრებს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს. ფრანგებს გვაქვს ასეთი გამონათქვამი. ადამიანს მაშინ ამჩნევ, როცა ის შენს გვერდით არ არის და თუ არ დააკლდება გუნდს, ეს განსაკუთრებით მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. ჩემგან მას რაც არ უნდა დასჭირდეს, რჩევა იქნება თუ სხვა რამ, ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში დარჩება. და ერთიც, ვილის პასუხი ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსზე დასმულ კითხვაზე. When you think about Kwicha, you have to think about რაკი საქართველოში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია მართლაც საუკეთესოა, თუმცა უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე. უფრო პატარა გუნდებთან კი ნაკლებს თამაშობდა. თუმცა ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ კრიტიკაზე არაფერი უთქვამს. სიტყვიერი რეაქცია არ ქონია, გააგრძელა შრომა, მუშაობა და ახლა ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხი. ეს იმის მანიშნებელია, როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. ის ყოველთვის მუშაობს. როგორც თქვი, აუცილებლად სურდა ამ შეკრებაზე ყოფნა და ბაჰრეინთან თამაში. არ ვიცი ამ მომენტში მართლა საუკეთესოა თუ არა. სოფლიოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს და მერწმუნეთ, რომ ჩემზე მეტად ეს არავის გაეხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს, მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ აკეთებენ ამას. ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია. ნაკრებიდან გადავიდეთ ჩემპიონატზე და მოდი ჩავხედოთ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილს, სანამ დინამოში მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მოვიდოდა. ხედავთ, დინამო გასავარდ ზონაშია, რაც სრულიად წარმოუდგენელი ამბავია. დინამოს ჩავარდნები როგორ არ გვახსოვს, მაგრამ ასეთი არა. და იმ მოდის გუნდში ქეცბაია და 6 ტურში 14 ქულას აგროვებს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დინამომ მაგალითად მეორე ადგილოსთან ტორპედოსთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამციროს. და ვთქვათ პირდაპირ, საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდეს. და რაშია თემურის ეს ფენომენი? ფაქტია, რომ მას ამ წუთისთვის არც ერთი ახალი ფეხბურთელი არ მოუყვანია. ეყრდნობა მხოლოდ იმ კონტინგენტს, რაც დახვდა. შედეგი კი რადიკალურად განსხვავებულია. თემური თბილისის დინამოში მოიტანა პირველი დისციპლინა, მეორე ემოცია, სპორტული ჟილი და ბრძოლის უნარიანობა. ჩვენ რომ გვეგონა რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებს სირბილი არ შეეძლოთ და დუნე იყო თამაშები, ქეცბაიას მოსვლამ გუნდი შეანჯღრია, ასე ვთქვათ, გამოაცოცხლა ფეხბურთელები და განსაკუთრებით აი ამ მხრივ თვალსაჩინო იყო იბერიასთან თამაში. შეხვედრა, რომელსაც 7000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, იმიტომ რომ ქეცბაიას მოსვლამ და დინამოს ათამაშებამ გულშემატკივრებშიც რეზონანსი გამოიწვია და ჩვენ დავინახეთ, რომ დინამო თამაშობდა იმ ფეხბურთს, რომელიც გონია რომ საქართველოში ჩვენ ჩემპიონატში შეუძლებელია ითამაშო ან ძალიან რთული არის. ფაქტია, რომ შესაძლებელი ყოფილა. იქ გულშემატკივრის ფაქტორმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი არის თემურ ქეცბაია, რომელსაც აქვს ამბიცია, რომელსაც შეუძლია გუნდში დისციპლინის შეტანა და ეს ფეხბურთელებს და გუნდს რა თქმა უნდა სულ სხვაგვარად აჩენს და ძალიან მიხარია, მინდა წარმატება უსურვო, იმიტომ რომ მისნაირი სახელები ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება, რომ წარმატებები, რომელიც მან კიპროში მიაღწია ანართოსისთან, გადმოიტანოს საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში წმინდა საფეხბურთო კუთხით უფრო მეტი რესურსია. სამწუხაროდ ჩვენ და საკლუბო ფეხბურთში ის ფინანსური რესურსი არ არის, ან ვერ ვიყენებთ. და იმედია, ძალიან დიდი იმედია, რომ თემური შეძლებს და აი წრეს გაარღვევს, რომელშიც ქართული კლუბები არიან და ვერ ახერხებენ ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლას. ძალიან მინდა ჯეროდეს, რომ
თემური ამ ყველაფერს შეძლებს 5 ტური არის გასული მისი მოსვლის შემდეგ 6 ტური ბოდიში 6 ტურში მას თამაში არ წაუგია მაგრამ გუნდს ეთყობა უკვე სახეცვლილება რა თქმა უნდა ძალიან მოულოდნელია რომ ასე მოკლე ხანში ეს შესაძლებელი იყო და იმედია კიდევ უფრო განავითარებს მით უმეტეს რომ აქვს მიზნად რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანა და ეხლა თემურ ქეცბაია იმ გემოვნების კაცი არ არის რომ თბილისის დინამოში ბოდის სიტყვაზე ყარტაყურტა ლეგიონერები ჩამოიყვანოს როგორც ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ხდება სადაც ბრაზილიელი პლაჟის ფეხბურთელები მოყავდათ 2 წლის ტრავმირებულები ეხლა ქეცბაია პატარა ბიჭი არ არის და ესეთ ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს გაუმართლებელ ექსპერიმენტებს თბილისის დინამოში მინდა წარმატება უსურვო ამ კვირაში ასტონ ვილამ ევროპა ლიგა მოიგო. მომდევნო კვირის შუაში 4 შაბათს მეორე ინგლისური გუნდი კრისტალ პალასი შეეცდება კონფერენს ლიგის მოგებას რაიო ვალეკანოსთან ფინალში. კვირის ბოლოს კი სეზონის მთავარი საკლუბო ფინალია არსენალი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. ანუ 3 ფინალი, 3 ინგლისური გუნდი. რას ნიშნავს ეს? იმას რომ პრემიერ ლიგა ბევრად აღემატება ყველა სხვა ლიგას, თუ ეგებ ასეთი დასკვნის გამოტანა გადამეტებულია. ცხადია ეს ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ იქნება შემთხვევითობა თუმცა აქვე თქვათ ისიც რომ ვერც ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით რომ ინგლისის ჩემპიონატი აღემატება გაცილებით აღემატება იგივე თქვათ ესპანეთის ჩემპიონატს ან ტოპ 5-ის ჩემპიონატებს სხვას თუმცა იტალიას და საფრანგეთს გერმანიასაც რო უყურებთ ხო დღევანდელი მოცემულობით აი ამ სეზონის მოცემულობით ცხადია ინგლისის ჩემპიონატი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება კონკურენციით დღეს ალბათ ყველაზე ახლოს არიან ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატები, თუმცა რთული სათქმელია გადაჭრით რამდენად მაღლა დგას ინგლისის ჩემპიონატი, მაგრამ აქვე დავძინოთ, რომ ამაში არანაირი მოულოდნელობა არ არის, უფრო სწორად ლოგიკურობა უფრო მეტია, ვიდრე მოულოდნელობა. და როგორ შეიძლება არ ვახსენოთ ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი. კაცი, რომელმაც ევროპა ლიგა 3 სხვადასხვა გუნდს ჯამში 5-ჯერ მოაგებინა. 3-ჯერ ზედიზეთ სევილიას, შემდეგ ვილიარეალს და ახლა ასტონ ვილას. ისე რა საინტერესოა ამ კაცმა ვერც ერთი ევროთასი ვერ მოაგებინა არსენალს და პარის სენ-ჟერმენს, სადაც ასევე მუშაობდა, მაგრამ მოაგებინა შედარებით პატარა გუნდებს. სხვათა შორის უნაი ემერი მხოლოდ მეოთხე მწვრთნელია, ვისაც 5 ევროთასი აქვს მოგებული. წინა 3 არიან კარლო ანჩელოტი, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ჟოზე მოურინიო, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და თითოჯერ უეფას თასი, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა და ჯოვანი ტრაპატონი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და თასების მფლობელთა თასი და 3-ჯერ უეფას თასი. ხო, უნაი ემერი, ესე იგი ცხადია, ცალსახა აბსოლუტურად, რომ ეს არის მწვრთნელი, რომელსაც აქვს საკუთარი ხელწერა, რომელიც არამხოლოდ აი ამ ტურნირებს იგებს წარმატებულად, ათამაშობს ამ ტურნირებში და არაჩვეულებრივი ზღაპრული შედეგი აქვს ამ ტურნირზე, არამედ ცხადია, რომ სუსტი გუნდით ვერ მოახერხებ ამ ტურნირის მოგებას. არამედ ახერხებს იმასაც, რომ იგივე ასტონ ვილაში შექმნა ისეთი ბრძოლის უნარიანი გუნდი, რომელიც განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე პრაქტიკულად ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს და ჩვენ ეს ვიხილეთ საკუთარი თვალით. ცხადია, აქ არანაირი მისტიკა არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ კაცის რაღაცა განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული უნარი, გამორჩეული უნარი, რომ მოკლე დროში ძლიერი და ბრძოლის უნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც იბრძოლებს თამამად ყველაზე მაღალი მიზნებს. ბარემ აქვე გავიხსენოთ კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა. პრინც უილიამის რეაქცია ასტონ ვილას გოლებზე და აქ საქმე მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ ასტონ ვილა ინგლისური კლუბია, უილიამი კი ინგლისის ტახტის მემკვიდრე. უილიამი ბავშვობიდან სწორედ ამ გუნდის კომაგია და ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს BBC-სთან ინტერვიუში აი ეს თქვა. You're a fan of Aston Villa. How did that come about? Long time ago. დიდი ხნის წინ, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ფეხბურთით დავინტერესდი. სხვადასხვა კლუბს ვაკვრიდებოდი. ჩემი მეგობრები იუნაიტედს ან ჩელსის გულშემატკივრებდნენ. მე კი ჩვეულებრივი გუნდის კომაგობა არ ვსურვდი. წვრილი შუაში მყოფი გუნდები უფრო მაინტერესებდა, რომლებსაც მეტი ემოციის მოტანა შეეძლოთ. ასტონ ვილას დიდებული ისტორია ჰქონდა. ჩემი პირველი მატჩი, როდესაც ამ გუნდს ვუყურე, 2000 წლით თარიღდება. ბოლტონი ასტონ ვილა. საოცარი ემოცია დამეუფლა. გულშემატკივრებთან ერთად წითელი ქუდით ვიჯექი
და დროს მშვენივრად ვატარებდი. აქ განსაკუთრებული ატმოსფეროს უგებდა. ერთიანობის განცდა იყო და ვიგრძენი, რომ ამაში არის რაღაც, რაც შთამაგონებს. ერთი საინტერესო დეტალიც. უილიამი იმ წელს დაიბადა, როდესაც ასტონ ვილამ ჩემპიონთა თასი მოიგო 1982 წელს. ესეც საინტერესო დამთხოვაა. და ბარემ ერთი სახალისო ამბავიც. შარშან ასტონ ვილა ჩემპიონთა ლიგიდან გეხსომებად პარის სენ-ჟერმენმა გააგდო და იმ თამაშზე უილიამმა შვილი, პრინცი ჯორჯი წაიყვანა. ხო და მატჩის შემდეგ თქვა, მე 53 წელი ველოდებოდი ასტონ ვილას ტიტულს და იმედი მაქვს ჯორჯსაც ამდენი წელი არ მოუწევს ლოდინიო. ხო და წელს მოიგო. დღეს ამით გემშვიდობებით მომდევნო შაბათს კი სეზონის მთავარი ფინალია. არსენალი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ და ქართველი ფეხბურთელის შანსი მეორედ გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. და ვინაიდან ფინალი შაბათს საღამოსაა, კოკა-კოლა სპორტულ ამბებს კვირისთვის წარმოგიდგენ და ფინალის სრულფასოვნად შეფასების შესაძლებლობაც გვექნება. ასე რომ ამჯერად კვირამდე გემშვიდობებით.